დილა მშვიდობის, მოგესალმებით ისევ მალდივებიდან. დღეს სამწუხაროდ ბოლო დღე გვაქვს მალდივების კუნძულიდან გერთვებით. დღეს საღამოს მოვდივართ. დასრულდა ჩვენი ტრენინგ ტური, ჩატარდა 4 განლაგების ვორქშოპი, ძალიან სასარგებლო და ძალიან ეფექტური. და იდეალურად დავისვენეთ, იდეალურად ვიმუშავეთ და ბრუნდებით მოკლედ თბილისში. დღეს მინდა გესაუბროთ კლასტერ ბრეიქის ფარგლებში ერთ ძალიან საინტერესო სინდრომზე, რომელსაც ქვია vanishing twin syndrome, ანუ გამქრალი ტყუპისცალის სინდრომი. და რა არის ეს? ესე იგი, სისტემურ განლაგებაში ჩნდება ხოლმე ესეთი სინდრომი, რომელიც არის დაკავშირებული იმასთან, რომ კლიენტი ხშირად განიცდის დანაკარგის, ესე ტრამვული განცდა აქვს დანაკარგის, ადამიანურ დანაკარგზე არის საუბარი. ეს შეიძლება იყოს გაერთიანების სურვილი და ასე შემდეგ. ანუ ბევრნაირი გამოვლენა შეიძლება ქონდეს, მაგრამ ძირითადად ეს მიმართულებები არის ხოლმე და ხანდახან ეს არის დაკავშირებული სწორედ ამ გამქრალი ტყუპისცალის სინდრომთან. ეხლა ავხსნათ რა არის ეს. სტატისტიკის მიხედვით დაახლოებით 80% ორსულობის არის ხოლმე მატარებელი ამ სინდრომის, რაც ნიშნავს, რომ განაყოფიერება ხდება არა ერთი კვერცხუჯრედის, არამედ რამდენიმესი, ორი ან რამდენიმესი, მაგრამ ეს დანარჩენი კვერცხუჯრედები რეალურად პირველი 2-3 კვირის განმავლობაში წყვეტენ სიცოცხლეს და მათ ქსოვილს შეიწოვს ხოლმე გადარჩენილი ტყუპისცალის და დედის სხეული. ამიტომ როგორც წესი ეს ხდება პირველ ეკოსკოპიამდე. ამიტომ ძალიან ხშირად ამის შესახებ, თქო, დედამ არაფერი არ იცის და შესაბამისად ამ ბავშვმაც, რომელიც დაიბადება, მანაც არაფერი არ იცის. ეს არის აბსოლუტურად უსაფრთხო პროცესი. in vitro შემთხვევაში შესაძლოა გარკვეული სტატისტიკის მიხედვით შეიძლება 35%-მდეც კი გაიზარდოს ეს გამქრალი ტყუპისცალის სინდრომი. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ არც თუ ისე იშვიათი მოვლენაა. რიგ შემთხვევაში ხო ყოველთვის არა, რა თქმა უნდა, მაგრამ რიგ შემთხვევაში შეიძლება ამ გადარჩენილ ტყუპისცალს, როდესაც გაიზრდება, უკვე ქონდეს აი ეს სწორედ სინდრომი, რომელიც როგორც გითხარით, არის გამოვლინებული, აი ადამიანის დაკარგვის ტრამვული აღქმა, ვთქვათ ესეთი და აი გაერთიანების, ვიღაცასთან გაერთიანების ესეთი სურვილი. ვფიქრობ, რომ საინტერესო ინფორმაცია იყო ეს თქვენთვის და მე გემშვიდობები დღეს. შევხვდებით ერთმანეთს შემდეგ კლასტერ ბრეიქებზე უკვე თბილისში. ჩვენ გავაგრძელებთ კლასტერ ბრეიქებს თებერვლის დასაწყისიდან, ასე რომ სულ ცოტა ხნით გემშვიდობებით, გისურვებთ წარმატებულ დღეს და მომავალ შეხვედრამდე.